ადამიანთა ნაწილს ერთი ჩვევა აქვს, გაიღვიძებს თუ არა დილით, ეგრევე სვამს ერთ ჭიქა წყალს. ეს მშვენიერია, მაგრამ ბევრი ამას აკეთებს არასწორად და ნახეთ რა არის აქ არასწორი. როცა თქვა დილით გაიღვიძებთ და დალევთ წყალს, ეს სხეულს წაადგება, იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში, როცა თქვენ გეძინათ და წყალს ვერ სვამდით, ბუნებრივია ჩვენი სხეული კარგავდა ამ სითხეს, ხო? ამ სუნთქვის ხარჯზე, ოფრის ხარჯზე და ამიტომ გამომშალი ხარ დილით და წყალს თუ მიიღებთ, ეს სხეულს მხოლოდ კარს უგავკეთებთ, მაგრამ ამას აკეთებენ არასწორად და რა არის ცით არასწორი? როცა თქვენ მთელი ღამე გეძინათ პირისყრუში, ხო ნერწყვი არ იყო საკმარისი რაოდენობით პირისყრი იყო გამომშალი. გარდა ამისა, ზოგს ისედაც პირღიას დინავს და ეს კიდევ უფრო აშრობს პირისყრუს. და როცა პირისყრუში საკმარისი რაოდენობით არ არის ნერწყვი, ბაქტერიები მრავლდებიან. სწორედ ამიტომაც არის, რომ ყველაზე ბევრი ბაქტერია ჩვენს პირისყრუში არის დილის საათებში, როგორც კი ჩვენ გავიღვიძებთ. და სწორედ მაგიტომაც არის, რომ ზოგს დილაობით გამოკვეთილი სუნი აქვს პირისყრუში, აი ამ ბაქტერიების გამო, ისინი ბიოფილმს. და როგორც კი თქვენ ახლა ადგებით გავსებთ თქვა აი ამ ჭიქას წყლით და ეგრევე დალეთ, ხო? ეს პირისყრუში არსებული ბაქტერიული მასა ეგრევე გადადის უკვე საღლაპავში მერე კუჭით და ბუნებრივია ასე ვრცელდება თესხეულში. კარგი ამბავი ის არის, რომ თუ თქვენი კუჭი მუშაობს ნორმალურად და თქვათ არ გაკლიათ კუჭი მარიმჟავა, ამ ბაქტერიებს სხეული გამკლავდება და ეს არც არაფერს არ გამოიწვევს. მაგრამ თუ თქვენ თქვათ სვამთ ისეთ მედიკამენტებს, რაც კუჭი მჟავიანობას ამცირებს და კუჭი საკმარისი რაოდენობით მჟავა არ არის, ან ისედაც საკმარისი რაოდენობით მჟავა არ გაქვთ, ამის გამო სხეულს უჭირს აი თქვათ ბაქტერიებთან ბრძოლა, ან თქვათ პირისყრუში გაქვთ ისეთი დაავადებები, რომლებიც დის ბაქტერიების რიცხვს მკვეთრად, აი ეს შემთხვევაში დილაობით გაღვიძებისთანავე წყლის დალევა და თქვათ აი ამ ბაქტერიული ფლორის ჩატანა კუჭში არ მგონია მაინც კარგი იდეა იყოს. არა უშავს ესე თქვა თქვენ არ მოგვდებით, მაგრამ უფრო სწორად შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ნახეთ, როგორც გაიღვიძებთ, ჯერ პირისყრუ კარგად ლამაზად გამოივლეთ, ხვდებით, აი კარგად ამოაკაფეთ და გადმონერწყვეთ. ან კიდევ უფრო კეთილი იქნება თუ პირებს ჯერ გაიხეხავთ და მხოლოდ ამის მერე დალევთ წყალს. აი ეს შემთხვევაში სხეული იქნება უფრო უსაფრთხო. გაუზიარეთ ეს რჩევა სხვებსაც.